გიყვებით TBC-ის მიერ მხარდაჭერილ ბიზნესზე, სარეკლამო კომპანია K-Pax-ზე უნდა გაგაცნოთ ეს კომპანია, რომელიც ქართული ბიზნესებისათვის ქმნის ორიგინალურ, ხარისხიან და პერსონალიზირებულ ბრენდირებულ პროდუქტებს. კომპანიის სერვისი სრულ ციკლს მოიცავს პროდუქციის მოძიებიდან და იმპორტიდან ბრენდირებამდე. K-Pax-მა პირველი წელი საკუთარი ფინანსური რესურსებით დაიწყო, მაგრამ უკვე 2019 წელს დადგა საჭიროება დამატებითი სახსრები მოეძიებინათ და სწორედ აქ გაჩნდა TBC-ც. და ჩვენც K-Pax-ის განვითარების გზა უნდა მოვიკითხოთ და მოვისმინოთ დილიდან. რისთვისაც სტუდიაში მასპინძლობთ K-Pax-ის თანადამფუძნებლებს ირაკლი ცქიტიშვილი და ასევე თეონა ალთუნაშვილი არიან ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა. გამარჯობა. მოგზაურობის. მადლობა მოწვევისთვის. როგორ მიდის ბიზნესი? თეონასთან კი დავიწყე ამაზე ლაპარაკი, მაგრამ კი, ანუ საახალწლო პერიოდი გვაქვს და ყველაზე აქტიური პერიოდია ჩვენთვის. კი, კორპორატიული შეკვეთების ყველაზე აქტიური პერიოდია, იმიტომ რომ საახალწლოდ ყველა კომპანია ცდილობს რაღაც საჩუქარი გაუკეთოს როგორც თანამშრომლებს, ასევე კლიენტებს და ეხლა არის ყველაზე პიკური სეზონი ჩვენთვის. ეგ გრძელდება დაახლოებით 3 თვე ალბათ. ეგ გრძელდება დეკემბრის ბოლომდე. მერე შტილია. კი, მერე უკვე ვისვენებთ. K-Pax-ის ისტორია მოვყვეთ თეონა თუ შეიძლება. როგორ მოვედით აქამდე, როცა სფეროში და ინდუსტრიაში გარკვეული გამოცდილებით უკვე მყოფებმა, მაინც ეს კომპანია ჩამოაყალიბეთ 2018-ში K-Pax-ის სახით. კი ბატონო. 2018 წელს გადავწყვიტეთ მე და ირაკლი დამოუკიდებლად გავეგრძელებინა საქმიანობა ამ სფეროში ორივეს საკმაოდ მრავალწლიანი და ესეთი გამოცდილება გვაქვს და ჩავთვალეთ რომ დრო იყო საკუთარი საქმიანობა და სახელწერა უნდა ყოფილიყო ამ სფეროში. ანუ უკვე 9 წელი გამოდის 8 წელია ამ სფეროში მოღვაწეობთ და დღეს ასე წარმოადგენს უკვე K-Pax-ი, აი რა ტიპის კომპანია ჩამოყალიბდა, რა ტიპის სერვისებს წევს უკვე თავიდან ბოლომდე, აი მთელი ეს პერიოდი რო გავიაროთ 2018-დან ვიდრე დღემდე როგორ გაიზარდა. აქ დამკვეთებს არ გულისხმობ, ხოლმე გულისხმობ სერვისებს და შესრულებულ საქმეებს. ვცდილობთ რომ არსებული მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ახალი ტენდენციები და სოფლიოს გარშემო არსებული ტენდენციები ჩვენს ბაზარსაც მოვარგოთ და მუდმივად ვცდილობთ სიახლეები შემოვიტანოთ ადგილობრივ ბაზარზე. ირაკლი, ხო, ბოდიშნინი. ირაკლი, რას ნიშნავს აი პერსონალიზირებული გამოცდილება, როდესაც K-Pax-თან პარტნიორობ, ხო? და შესავალშიც ვახსენეთ იმპორტიდან, ანუ ნივთის მოძიებიდან ბრენდირებამდე, ხო? მე რომელსაც მჭირდება ბრენდინგი, შეფუთვა კონკრეტული ნივთის. ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ის კომპანია, რომელიც ასევე იმპორტს განახორციელებთ იმ პროდუქტებისა, რომელიც მე დამჭირდება იმ მომენტში? დიახ, ანუ მოკლედ, როდესაც კომპანიას რაიმე მოთხოვნა აქვს ბრენდირებულ აქსესუარზე, ანუ ჩვენ მოძიების პროცესიდან ვერთვებით, ანუ ვეხმარებით, შევთავაზოთ იდეები, მივაწოდოთ კატალოგები, გავუგზავნოთ, საიდანაც უკვე არჩევს პროდუქციას და შემდეგ უკვე პროდუქცია მსადდება და ჩამოგვაქვს საქართველოში, ანუ ხანდახან უკვე ბრენდირებული ჩამოგვაქვს, ხან აქ ვაკეთებთ უკვე ბრენდირებას, მაგრამ თვითონ პროდუქტი ინდივიდუალურად მსადდება, თავიდან ბოლომდე ეგრეთ წოდებული custom made კეთდება, მაგრამ თუ ჩინეთში ვაწარმოებთ ამ ყველაფერს, უკვე ბევრი წელია პარტნიორი ქარხნები ვყავთ ჩინეთში და დიდი რესურსი გვაქვს, ასე ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის, ფორმის, ფერის პროდუქტი შევქმნათ სრულიად ახალი და კონკრეტულად ამ კომპანიას კონდეს კონკრეტული პროდუქტი და ანუ სხვას უბრალოდ ფიზიკურად ვერ ექნება, იმიტომ რომ ჩვენი შექმნილი იქნება თავიდან ბოლომდე სრულად პროდუქცია. დღეს რამხელა არის K-Pax-ის პორტფელი? K-Pax-ის პორტფელი მოიცავს, ესე იგი, ჩვენ ფაქტიურად თუ რაიმე სფერო არის საქართველოში, ყველასთან თანამშრომლობთ, იქნება ეს ბანკები, სამშენებლო კომპანიები თუ უბრალოდ სერვის კომპანიები, რომლებსაც ჭირდებათ ხოლმე, რომ თავიანთ კლიენტებს შეახსენოს თავისი ბრენდი, გაატანოს, ასე ვთქვათ, საჩუქრადაც, რომელსაც ის მერე უკვე გამოიყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყველა სრულად მოიცავთ თითქმის ყველა სფეროს რაც საქართველოში. სულ მოინტერესებს, საახალწლო დაკვეთები.
თვის ბოლოს მოდის ხოლმე როგორც წესი რაც ხდება საქართველოს თუ იწერენ წინასწარ თადარიგს ანუ ოქტომბერ-ნოემბერში არიან ესეთი ძალიან კარგი კითხვა არის ჩვენთვის ძალიან აქტუალური აუ ვთქვით ხოლმე რომ უკვე ჩვენი არსებული კლიენტები წინასწარ გავაფრთხილოთ მოვამზადოთ უხსნით ხოლმე რამე სხვა არ აპირებ ხო რა პროცესები მიდის იმიტომ რომ დროს მოითხოვს ამ ყველაფრის წარმოება ჩამოტანა შერჩევაც შეიძლება ერთი თვე მარტო შერჩევა გრძელდებოდეს პროდუქტის და ამიტომ ზაფხულიდან ვიწყებთ ხოლმე ჩვენ საახალწლო საჩუქრებზე ზრუნვას და რა უკვე რაღაც მეტნაკლებად შევაჩვიეთ ასე ვთქვათ ბაზარი რომ უკვე ზაფხულიდანვე დაიწყო ამაზე ზრუნვა ვართალია მე ჩარტოს გავაკეთებ ირაკლის და თეონას მიერ დაარსებულ K-Pax-თან დაკავშირებით ვიდრე TBC-სთან მართ ურთიერთობაზე გადავალთ რომ K-Pax-ის პორტფელი შესრულების თვალსაზრისით მოიცავს მრავალ პარტნიორს სოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საუბარია დაახლოებით 200-ზე მეტ პარტნიორზე ჩვენ სამხრეთელ მეზობელთან თურქეთში ჩინეთი რომელიც ახსენა უკვე ირაკლიც კიტიშვილმა საუბარია 500-ზე მეტი ვენდორი და პარტნიორი კომპანია რომელიც ამზადებს K-Pax-ისთვის სხვადასხვა წარმოებას 30-ზე მეტი კომპანია არის ევროპის კონტინენტიდან ან ჩვენი საერთო კონტინენტიდან ევრაზიაზეა საუბარი ამან ყველაფერი შექმნა ის რომ 500-ზე მეტი ერთგული პარტნიორი ყავთ და იმდევარი მთელ მსოფლიოში. კარგი, TBC-ის და თქვენი ისტორია როგორ ვითარდება და როგორ დაიწყო და დღეს რა სტატუსი აქვს? რომელი იტყვით? მე მოყვება ეგეც. არ მოყვება. ანუ 2018 წელს როცა დაარსდა K-Pax-ი, უკვე ერთ წელიწადში მივხვდით რომ მეტი ფინანსური რესურსი გვჭირდებოდა ფუნქციონერებისთვის და მიმართით TBC-ს საკრედიტო ხაზის მოთხოვნით და გამოგვიყვეს საკრედიტო ხაზი K-Pax-ისთვის და უკვე 8 წელია, 7 წელი არის TBC-სთან თანამშრომლობთ და ანუ ეს უზრუნველყოფს რომ ფინანსურად მოქნილი ვიყოთ, იმიტომ რომ ძირითადად შეკვეთის მიღების დროს წინასწარ სამოსო ანგარიშწორებას არ ვითხოვთ ხოლმე პროდუქციის ჩაბარების შემდეგ ხდება ეს ყველაფერი და ამიტომ ამისთვის ეს TBC-ის საკრედიტო ხაზი გვეხმარება რომ ფინანსურად ეს რესურსი გქონდეს. მოქნილი იყოთ. ეხლა არის აქტიური პერიოდი თქვენთვის, ვისაუბრეთ ამ საახალწლო შეკვეთებზე, თუმცა როგორი იყო განვლილი 2025 და ზოგადად აი ეს სარეკლამო ბაზარი საქართველოში როგორ ვითარდება და დინამიკაში როგორ გამოიყურება, ანუ რამდენად გაიზარდა როგორც კომპანიების მხრიდან თქვენთან ურთიერთობის ნაწილი, ასევე სარეკლამო ბაზარით საქართველოში. საკმაოდ იხვეწება ყოველ წელს ასე ვთქვათ, ანუ ჩვენც ვთილობთ რომ მაქსიმალურად ვთქვათ ახალი ტრენდი რაც იქნება სოფლიოში შემოვიტანოთ ხოლმე, ანუ საკმაოდ დიდი კონკურენცია არის ამ სფეროში, შესაბამისად ეს გვაძლევს საშუალებას რომ მეტად მოქნილები ვიყოთ, უფრო მეტად განვითარდეს სერვისები ამ კუთხით და შესაბამისად ყოველ წელს უმჯობესდება ეს ყველაფერი, აი თუნდაც ვთქვათ 5 წლის წინ თუ ზაფხულში არავინ არ იწყებდა საახალწლოდ სამზადის საახალწლო საჩუქრებისთვის, ეხლა უკვე 2025-ში ზაფხულიდან დაწყებული გვაქვს ბევრ კომპანიასთან მზადება და უკვე შეკვეთები ზოგი უკვე დამზადებულია, რომელიც საახალწლოს უნდა აჩქონ, ან უკვე პროცესში არის და ანუ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ამ კუთხით. თეონა, თქვენ საუბრობდით იმავდროულად იმ სოფლიო ტრენდებზე, რაც ირაკლი ეხლა ახსენა. მე მინდა ეხლა გავაერთიანო ეგ ამბავი ჩვენ შემაჯამებელ კითხვაში, მათ შორის თქვენი თანამშრომლობა TBC-დან. რაღაცა X პერიოდი რო ავიღოთ თქვენი შემდგომი სტუმრობისთვის BMG-ში. რა სჭირდება K-Pax განვითარებისთვის და სად არის საჭირო ის განვითარების თემა ამ მუდმივად ცვალებად ინდუსტრიაში, რომელიც მე მგონი, რავი, ყოველთვიურად რაღაცა ახალს პირდება და კი არა და გვაჩვენებს უკვე ყოველდღე ფაქტიურად. ცოტა რთული ეს არის. უკაცრავად. თორემ აი მაგალითად ადგილობრივი სერვისები, რაც იგივე ირაკლიმაც ახსენა, რომ მაგალითად რაღაცების დაბრენდვა უკვე ნაწილი ხდება ადგილზე, ხო? რამდენად გააზრებულია ის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს მთელი სერვისების თავმოყრა? ეს რენტაბელურია ჯერ კიდევ თუ მაინც იმპორტი გჯაფრის ჯერ. ის როგორ არის ინდივიდუალურად არის ხოლმე პროდუქტის და საიდან ჩამოგვაქვს იმის მიხედვით. ანუ თვითონ ბეჭდვას რაც შეეხება ადგილზე შესაძლებელი არის ამის ბევრი კომპანია არის ადგილზე ჩვენც მათ შორის ამას ვაკეთებთ.
მაგრამ თვითონ პროდუქტების ადგილზე ჩამოტანა რომ სად კონდეს უკვე და აქედანვე შეძლო მიწოდება ამ პროდუქციის საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ მაინც კონკურენციის ამბავში უფრო უკეთესი არის ხოლმე ევროპული ქვეყნებიდან ჩამოტანა, იმიტომ რომ დიდი მარაგები აქვთ შეკვეთილი და იქიდან უფრო მარტივი არის დროის თვალსაზრისით ჩამოტანა და ფასის მხრივ იმ კუთხით რომ ანუ ჩვენ დიდ რაოდენობას ვერ შევუკვეთავთ აქ ადგილზე მარაგში რომ ვამყოფოთ და ლაპარაკია თქვა შეიძლება ერთ პროდუქტი მილიონი ცალი იყოს და ანუ ჩვენი ბაზარი ასე თქვა ვერ აიფისებს ამ გავაკეთოთ მაგიტები მცირეა ამ კუთხით რომ და მოცულობები ალბათ თემა. აი საფიქრალია ამ ინდუსტრიაზე ჩვენ მოუბრუნდებით კიდევ ბევრჯერ ამ თემას, მაგრამ დარწმუნებული ვარ კეიპაქსის შესახებ კიდევ ბევრ წარმატებას მოვისმენთ. წარმატებებს გისურვებ და წარმატებული სეზონი და დიდი დატვირთვა იმედია ბიზნესები ორჯერ მეტ შეკვეთას გააკეთებენ ვიდრე 2024 წელს გააკეთეს. დიდი იმედია. წარმატებები თქვენ ირაკლი ცკიტიშვილი, კეიპაქსის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი და თეონა ალთუნაშვილი, კეიპაქსის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.